მაისის თვისთვის შეუსაბამოდ მაღალი ჰაერის ტემპერატურა და რეკორდული სიცხე ცენტრალური ევროპის ქვეყნებში გაეროს ცნობით გამოწვეულია წიაღისეულ საწყობზე მსოფლიოს დამოკიდებულებასა და ატმოსფეროში გავრცელებულ მავნე სითბურ აირებთან. გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის აღმასრულებელი მდივნის საიმონ სტილის თქმით, ადამიანის მიერ ბუნებისთვის მიყენებული ზიანი დედამიწის სხვადასხვა წერტილში მცხოვრებ მოსახლეობას მტანჯველად მწვანე დღეების სახით უბრუნდება. მისივე განმარტებით, ამჟამინდელი ეკოლოგიური ცვლილებების მიზეზთა შორის უმთავრესი არის ატმოსფეროში როგორც სატრანსპორტო საშუალებების, ისე ფაბრიკა-ქარხნების მიერ გაფრქვეული გამონაბოლქვი. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს თბური აირები დედამიწის ირგვლივ გარს ქმნიან, რაც მზიდან წამოსულ ტალღას ინარჩუნებს. რის შედეგადაც პლანეტის მასშტაბით იზრდება ჰაერის ტემპერატურა და იცვლება არა მხოლოდ კლიმატური, არამედ მეტეოროლოგიური პირობებიც. არსებული მდგომარეობიდან გამოსავლის გზად სინოპტიკოსებიც, ექსპერტების და გაეროს წარმომადგენლებიც მსოფლიოს თავაზობენ გადამუშავებად ენერგიაზე გადასვლას, რაც მოიცავს შიდაწვის ძრავზე მომუშავე ავტომობილების დატანებადით ან სრულად ელექტრომობილის ჩაანაცვლებას, ასევე მზის პანელებისა და ქარის ელექტროსადგურების მასობრივ მოწყობას. მათივე თქმით, ამისთვის საჭიროა სახელმწიფოთა მხრიდან შემოქმედი ნაბიჯების გაადგმა, ეგრეთ წოდებული მწვანე პოლიტიკის მიმართულებით. კერძოდ ეს მოიცავს ბიზნესის ხელშეწყობას მათთვის შეღავათების დაწესებით, რითაც კერძო სექტორმა დაზოგილი თანხები უნდა მიმართოს შესაბამისი ეკოლოგიური ინფრასტრუქტურის მოწყობა განვითარებაზე. ექსპერტების ასეთი პოზიტიური განცხადებების მიუხედავად, პრაქტიკაში ყველაფერი ამდენად იდეალურად არ არის. იმ ფონზე, როდესაც ერთ სულ მოსახლეზე ნიდერლანდები ყველაზე მეტ მზის ენერგიას გამოიმუშავებენ, ამსტერდამი მაინც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული წიაღისეულ საწყობზე. ქვეყანამ ქარის ელექტროსადგურების მასშტაბური რეფორმა წამოიწყო, რომელიც დროში გაიწელა, რის გამოც ევროპული სახელმწიფო სავარაუდოდ ვერ შეძლებს მწვანე პოლიტიკის მიხედვით დასახული მიზნებისა და იურიდიული ვალდებულებების შესრულებას 2030 წლისთვის. დიდრი ექსპერტები ეკოლოგიური პოლიტიკის გაუმჯობესების გზებზე მსჯელობენ, სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ რამდენიმე ქვეყანა უკიდურესად ანომალური და მძლავრი სითბური გუმბათისა და ატმოსფერული წნევის გავლენის ქვეშ მოექცა, რამაც ევროპულ სახელმწიფოებში განსაკუთრებით ძლიერი სიცხე გამოიწვია. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც მაისში აგვისტოს თვის ჰაერის ტემპერატურა ფიქსირდება. რეკორდული სიცხე დაფიქსირდა პორტუგალიასა და იტალიაში, საფრანგეთში კი ცხელი ამინდების პირდაპირ თუ ირიბიზე გავლენის შედეგად არიან დაღუპულებიც. იმის გათვალისწინებით, რომ წინ მთელი ზაფხულია, სინოპტიკოსებს უჭირთ დამაიმედებელი პროგნოზების გაკეთება, რადგან ბოლო წლების ტენდენცია აჩვენებს, რომ ევროპულ კონტინენტზე აფრიკული კლიმატი ნორმად ყალიბდება.